მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2019 წლის ნოემბერი ამოცანა ნომერი 24. x OY სიბრტყეზე y ღერძის 0b წერტილში მოთავსებულია დადებითი ნიშნის ქუმუხტი, ხოლო 0-b წერტილში უარყოფითი ნიშნის მინუს ქუმუხტიო, როგორც ნახაზი გვაქვს მოცემული. და გეკითხებიან, რომელი გრაფიკი გადმოსცემს სწორად x ღერძის წერტილებში დაძაბულობის ax გეგმილის დამოკიდებულებას x კოორდინატზე -a შუალედშიო. კარგით, მოდით ეს სურათი გავადიდოთ და შევხედოთ აქ რა გვაქვს ჩვენ. პირობითად ეს იყოს დავუშვათ პირველი წერტილი, ეს იყოს მეორე წერტილი. გითხრეს რომ პირველი წერტილის კოორდინატები არისო 0 და b-ო და მისი სიმეტრიული წერტილი გამოდის მეორე, რადგანაც მისი კოორდინატები არის 0 - b. და გვაინტერესებს რის ტოლი არის ax-ი დამოკიდებულება x-ზე. x გეგმილის დაძაბულობის x გეგმილის. კარგით, ეხლა მოდით შევხედოთ. დავუშვათ აი მაგალითად აი ეს წერტილი ავიღოთ დავუშვათ. აი ამ წერტილში შევხედოთ. ეხლა ამ წერტილში პლუს ქუმუხტი. რადგანაც პლუს q და ელექტროვილის ძალწირები გამოდიან, შესაბამისად შექმნის შემდეგ ველს, აი ამ სახით მიმართულს, აი ეს იქნება ერთი ველი, პირველი წერტილში მოთავსებული მუხტის მიერ შექმნილი ველი. და რადგანაც მინუს ქუმუხტში უკვე შედიან ძალწირები, შესაბამისად ველი მინუს q-სკენ იქნება მიმართული. აი ასე, აქეთკენ. ეს იქნება უკვე e2. და მოდი ახლა x-ები რო განვიხილოთ, x გეგმილები. აი ეს კუთხე თუ არის ალფა, ბუნებრივია ესეც ალფა იქნება, რადგანაც e1 და e2 სიდიდით ერთმანეთის ტოლია. გამომდინარე იქიდან რომ ამ წერტილიდან როგორც პირველი ისე მეორე მუხტამდე დაშორებები ერთმანეთის ტოლი არის, მინუს q-ს და პლუს q-ს სიმეტრიული წერტილში მდებარეობიდან გამომდინარე. და დავაგეგმილოთ ახლა. აი ეს იქნება, აი აქ გეგმილი რა იქნება, ესე იგი, აი ეს არის ex2 და აი ეს არის ex1, ხო? ეს არის x2. ახლა x1-ის გეგმილი ტოლი იქნება x1 ტოლი იქნება ამ შემთხვევაში e1 ჯერ კოსინუს ალფა გამომდინარე იქიდან რომ ax1 და x1 ერთი წრის გასწვრივ არის და რის ტოლი იქნება ax2 ax მეორე ეს ტოლი იქნება უკვე e2 კოსინუს ალფა, თუმცა როგორც ხედავთ ax2 და x1 ერთმანეთის საწინააღმდეგოა მიმართული, ამიტომ აქ მინუსი იქნება e1 და e2 სიდიდით ერთმანეთის ტოლია, ამიტომ მოდით ეს გავითვალისწინოთ და ჯამური x ველი აი ამ კონკრეტული წერტილისთვის გამოგდის ამათი ჯამის. ამათ ვამჯამოთ e კოსინუს ალფას გამოაკლდება e კოსინუს ალფა კიდე და მივიღებთ 0-ს. ნუ იგივე, რადგანაც ახლა ეს ჩვენი წერტილი ნებისმიერად ავირჩიეთ, ნუ იგივე სამართლიანი იქნება და სხვა დანარჩენი წერტილისთვის, მაგრამ მოდით აბა აქედაც შევამოწმოთ იგივეა თუ არა. ნუ ბუნებრივია აქედაც იგივე სიტუაცია იქნება, რადგანაც ამ შემთხვევაში უკვე ერთი ველი იქნება აქეთ მიმართული, e2 ველი იქნება აქაც მიმართული და ანალოგიურად აქაც ესენიც ალფა კუთხეებია, ალფა თუ დავაგეგმილებთ x1 ეს იქნება x2 და ანალოგიური პროცედურის განმავლობის შემდეგ ნახავთ რომ ეს და ეს ველი რადგანაც ურთიერთსაწინააღმდეგოდ არიან მიმართული და სიდიდით ერთმანეთის ტოლნი არიან აბათილებს. შესაბამისად x-ის ნებისმიერ წერტილს თუ განვიხილავთ, ყველა წერტილში x-ის გასწვრივ ველი არ გქონია. შესაბამისად პასუხი იქნება a. რადგან x-ი -a-დან ამდე ყველგან 0-ის ტოლი a.